ერთფრიად საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ და ეს არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მზაკვრობა. დიახ, მზაკვარია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, დე-ფაქტო, იმიტომ რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ბიზინა ივანიშვილმა და მისმა ქვემდებარეებმა გააყალბეს არჩევნები, ხოლო 28 ნოემბერს საერთოდაც მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება და დაარღვიეს რა კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც დღემდე შემორღვეული, დარღვეული, დახეული, დაფხრეწილი აქვთ და შესაბამისად დამატებით ამ მიზეზის გამოც ისინი უკანონო დფლობენ ძალაუფლების კვერთხს, უკანონო ხელისუფლება უნდა ვუწოდოთ მათ. ეს არის ბანდიტი ხელისუფლება, ეს არაერთხელ მithქვამს, პრაქტიკულად ყველა ვიდეო ბლოგში ვიმეორებ ამას და ულახდილად გიტყვით, რაც არ უნდა კანონი მიიღონ. მე ამ ჩემს სიტყვას არ გადავალ, ანუ ვიდეო ბლოგი იქნება, ჩემი საავტორო გადაცემა იქნება, ფორმულაზე თუ ის იქნება, საჯარო გამოსვლა იქნება, ჩემი ლექცია იქნება, მოწოდება იქნება, აქცია იქნება თუ სხვა რომელიმე შესაძლებლობა ყველგან მე მათ ყოველთვის ვუწოდებ ბანდიტებს, მაგრამ ახლა კიდევ ერთ ტერმინს, კიდევ ერთ შეფასებას შევოგთავაზებთ თქვენის ნებართვით. ეს არის არამხოლოდ ბანდა, ეს არის რეალურად რეციდივისტთა ბანდა. რას ნიშნავს რეციდივისტთა ბანდა? ბარემ განვმარტოთ, ესენი იმეორებენ იმ დანაშაულებს, რომლებიც მანამდეც ჩადენილი ჰქონდათ. რეციდივი ხდება, ხო? გამეორება ხდება. გაგახსენებთ 2023 წლის მარტის თვეში როგორ გონიათ სად ვიყავი? ზუსტი ესე იგი 3 წლის წინ, ხო? დაახლოებით. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2 მარტია ან 3 მარტია ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ჩვენს ფართო ოჯახში, გულახდილად გეტყვით, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ძალიან სერიოზულ პრობლემას გადაურჩა და არ მინდა შევეშალოს მართლა სამმარც ან მაქსიმუმ 4 მარტს მე ვიყავი პარლამენტის უკან. პარლამენტის წინაც, მაგრამ აი პარლამენტის უკან მოვხვდი, ჩვენ ვაპროტესტებდით საქართველოს მაშინ დე იურე ხელისუფლების, ანუ ქართული ოცნების ბანდა მაშინაც იყო განა არა, მაგრამ აი დე იურე იყო, იმიტომ რომ კანონიერად იყო არჩეული 2020 წელს. მის გადაწყვეტილებას კანონ პროექტს იმხანად, რომელსაც გამჭვირვალობის კანონ თაობაზე კანონ პროექტი ერქვა. ვინ არ გამოვარდა ქუჩაში და იმ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, მაშინდელ ქართულ ოცნებას ჩვენ უკან დავახევინეთ. არ მახსოვს როდის 5-ში თუ 6-ში გარკვეული ჭიდაობის შემდეგ, პირდაპირ მნიშვნელობით ჭიდაობას გულისხმობ ლამის, კობახიძემ თუ ღარიბაშვილმა თუ ვინც იყო მაშინ, კობახიძემაც და ღარიბაშვილმაც, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის სინდიკატმა უკან დაიხია. და არა მარტო დაიხია, არამედ გამოვიდნენ და თქვენს დაახლოებით კი არა ზუსტად შემდეგი არც არასოდეს ჩვენ აღარ მივუბრუნდებით გამჭვირვალობის შესახებ კანონს და მართლაც ხიჟი და იყო დასაცები. მაშინ 23-ში ჩვენ ვიზეიმეთ გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება ამათი მატყუარობის თაობაზე ჩვენ გქონდა. ამის მიუხედავად ჩვენ თქვით, რომ აი ამ ბანდიტებს, იმ ბანდიტებს, თუ გრებავთ იმ ჟამინდელი ოცნების თავარ ბანდიტებს და ბიზინას პირველ ყოვლისა უკან დავახევინეთ, გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ეს სიტყვა არც არასოდეს აღარ მიუბრუნდებით გამჭვირვალობის შესახებ კანონს იყო ნათქვამი. გამოხდა ხანი 24 წელს. არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვცდები აპრილში, შესაძლოა მაისში. ესენი მიუბრუნდნენ ამ კანონს, ანუ 1 წლის განმავლობაში კარგად მოემზადნენ, მათ შორის პროპაგანდა მოამზადეს, ტროლების ფაბრიკები მოამზადეს, საკუთარი ვითომ ექსპერტები მოამზადეს, კარგად დაატრენინგეს და ეს კანონი კიდევ უფრო უარესი რედაქციით ისევ შეიტანეს, უფრო შემოგვტენეს მარტივად რომ ვილაპარაკოთ, კიდევ დახვდათ წინააღმდეგობა განა არა, მაგრამ უფრო სერიოზული ძახილის ნიშნები დასვეს ყველა წინადადების ბოლოს და მაისში არა და ივნისში ვითომ დებატების შემდეგ თუ შედეგად
კანონი გამჭვირვალობის შესახებ მიიღეს, ეს იყო პირველი რუსული კანონი, ამის შემდეგ იწყება რომელ კანონში არ შეიტანეს ცვლილებები და რა ახალი კანონი არ მიიღეს, იცით თქვენ რომ ახლა უკანონო კანონის მიხედვით ტროტუარზე თუ დაიარები რუსთაველის გამზირზე, ამის გამო ეს მათი ქვემდებარე პოლიცია, კი არა უკვე მილიცია მოგკიდებს ხელს და წაგიყვანს და 3-4 დღით შეიძლება გამოგკეტოს კიდეს ან აკიდოს რაღაც 5000 ლარიანი თუ 4000 ლარიანი ჯარიმა, ყველაფერს კანონი დაარქვეს, ყველაფერი რაღაც კანონის ჩარჩოებში მომაქციეს, თუმცა რასაკვირველია იმის გამოც რომ ესენი უკანონოები არიან, ყველა კანონი რასაკვირველია უკანონოა და მოქალაქეები მოიგებენ პროცესებს დამოუკიდებელ სასამართლოში ან სტრასბურგში, ან როცა იქნება ამ მოქალაქეების მიმართ რასაკვირველი აღდგება სახელმწიფოს სამართლიანი და ამკვიდრდება და აღდგება საქართველოს სახელმწიფოს სამართლიანი მოპყრობა, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. ახლა სხვა თემაა განსახილველი. ესენი მატყუარები არიან იმ პერიოდიდან, ანუ 23-24 წლებიდან. მაგრამ მანამდე თუ გულახდილები ვიქნებით, ასევე მატყუარები იყვნენ. გეხსომებათ, ესენი დაგვპირდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად პროპორციული წესით ჩატარდებოდა, მაგრამ ეს პირობა მათ არ შეასრულეს. ესენი დაგვპირდნენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლებოდა, არ ჩაატარეს. ესენი დაგვპირდნენ რაღაც შარლ მიშელსაც კი რაღაცეები უთხრეს, მე დაიწერა 9 რეკომენდაცია, რაღაც 5 რეკომენდაცია, 17 რეკომენდაცია, 17 რეკომენდაცია და ესენი აწერდნენ ხელს და როგორც კი უცხოელი მიდიოდა, მაშინ პატივს კი არც არასოდეს სცემდნენ ესენი ევროპელებს, მაგრამ როგორც კი ევროპელი მიდიოდა, თითქოს დაიგულებდნენ საზღვარზე გაცილებულ რომელიმე მაღალჩინოსანს ევროკავშირისა, ასე მაგალითად ისევ და ისევ შარლ მიშელი ვახსენოთ და მერე უკვე ჩადიოდა, აგრძელებდნენ უკანონობის ჩადებას. აქ ხო არ გაათენებდა ეხლა ეს ხსენებული შარლ მიშელი თუ რომელიმე სხვა წარმომადგენელი, იცით თქვენ რომ წარმომადგენლური დელეგაციების გამო ჩამოდიოდა და წარმომადგენლებს ნიშნავდა კიდეც ევროკავშირი, რომ ეს შეთანხმებები და ეს რეკომენდაციები შეესრულებინა ქართულ ოცნებას, მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, ისენი თავიდანვე თამაშობდნენ რუსულ თამაშს. მე თუ მკითხავ 2012 წლიდან საერთოდაც და არა მხოლოდ მე ვარ ამ აზრზე, ამ აზრისა, არამედ სხვებიც რასაკვირველია, ეს არის სიმართლე. მოკლედ კიდალები არიან, მეთქი ამას თუ ვიტყვი, სულაც არ გადავაჭარბებ. ეხლა რატო გიამბობთ ამას? ირაკლი კობახიძე გამოვიდა გუშინ. პრემიერია ეს კაცი. გამოვიდა და თქვა, რომ ეს ორი უნივერსიტეტიო, აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. არ გაერთიანდებოაო. ანუ ეს კატამარანიო, რაც ეს გვესაუბრა ლადო კახაძე, აღარ იქნებაო. ორი დიდი ლაინერი შევა ნაოსნობაშიო, გაშლილ ზღვაშიო, სივრცეშიო და აი უკან დავიხიეთ, ეს არის ჩვენგან კომპრომისიო, ვიმსჯელეთო, ვიფიქრეთო, ეს გადაწყვეტილება მივიღეთო. არ გაიყიდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსებიო, სხვებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ აი ისინი ნამდვილად არ გაიყიდებაო. აგრეთვე სამედიცინო გამექცათმალი, იმიტომ რომ სწორედ ირაკლი კობახიძეა კაცში ტელეფონს უკან, ანუ ჩემ ტელევიზორში რა ქვია, მარხს რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს დებატი, რომელსაც დებატი არც შეიძლება უწოდოთ, იმიტომ რომ ერთ ხმაში ჟღურტულებენ ახლა ამ შემთხვევაში მარიამ ქრივიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, თითქოს სხვაგან შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ლაპარაკისა. ავანებოთ ამ ბანდიტებს თავი და განვაგრძოთ სჯელობა ამ თემაზე. თქვა კობახიძე პრემიერად წოდებულმა, რატო თქვა? პარებ თქვათ. პარებ ესეც აღნიშნოთ. უთუა რომ ბიზინა ივანიშვილმა დაიბარა აბასთუმნის უღრანებში. ირაკლი კობახიძე და უსაყვედურად თქვენ არიყავით კარგად მომზადებული, რომ ეს განათლების რეფორმად წოდებული ეს ნაწილი უკეთ მიგეწოდებინათ საზოგადოებისათვის. ახლა კარგად მოემზადეთ, ახლა უთხარით რომ საზოგადოებას რომ უკან იხებთ, ახლა შეფუთეთ ეს როგორც ახალი გადაწყვეტილება, როგორც სწორი გადაწყვეტილება და გამოხდეს ხანი, ჩაძხრეს ვნებები, შეიქმნას სხვა ვითარება, სხვა გარემოება, სხვა ნიადაგი, მოამზადეთ საკითხი და მერე დაუბრუნდით ამ საკითხს. ბიზინა ივანიშვილს მართლა უნდა, რომ ტექნოლოგიურ საკუთარ უნივერსიტეტში, რომელშიც 30,000 სტუდენტი უნდა ჰყოლოდა და 1500 ჰყავს, იქ გადაისროლოს ასე მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების
მნიშვნელოვანი ნაწილი და მოხსნას იქნება და break-even-ზე საკუთარი თავის დაფინანსებაზე როგორღაც გავიდეს ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისისა, იცით თქვენ რომ არაერთხელ მithქვამს მეც და სხვებსაც, რომ დაახლოებით კი არა ზუსტად ესე 50-60 მილიონი ლარი უჯდება ქართულ ჯგუფს იმ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენახვა წლიდან წლამდე და სახელმწიფოს უნდა შესტენოს როგორც Black-Sea Arena შეკვეთილში არსებული ლამაზი განა არა, მაგრამ ეს ცენტრი, მუსიკალური ცენტრი დარბაზი, ხო? ფილარმონია ესე დავარქვათ თუ გდებავთ, შესტენა სახელმწიფოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას კერძოდ თუ ბათუმს, არა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ასე უნდა რომ შესტენოს თბილისის კი არა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოედაცობ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ტვირთია ეს დაბატები, სულ სხვა გათვლები ჰქონდა, ოღონდ გათვლები ვერც ეწოდება იმას, რა გათვლების ჭყალებში ჰქონდა ივანიშვილს, მაშინ როცა საძირკველი გაიჭრა და დაიწყო მშენებლობა ტექნოლოგიური ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტისა. კარგით, ეხლა ეს სხვა თემაა, უფრო მამათ კიდალობაზე ვამახვილებ ყურადღებას. ბიზინა ივანიშვილმა დაიბარა ირაკლი გობახიძე და ბიზინა ივანიშვილმა უთხრა რომ ახლა როგორღაც გადავაგოროთ, იმიტომ რომ დიდი ამბავია ატეხილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მომწიფდება ვითარება, მაშინ დავიწყოთ ხელახლა დავიწყოთ ეს კამპანია. სხვა შორის ირაკლი გობახიძე თქვა რომ ტექნიკური უნივერსიტეტის GPI-ის ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებზე რა გითხრათ გაგახაროთო? ჩვენ ვაპირებთო პრინციპში ეს თქვა ბიბიჯელოთ, მაგრამ ვაპირებთ ამ უნივერსიტეტის ცალკეული შენობების გაყიდვასო. ცხადია იგულისხმება ცენტრალური კორპუსები, აი ის ცენტრალური კორპუსები, რომლებიც ტელევიზიასთან არის, აი რომ ჩამოცდებით დიდი მოედანი როა კოსტავას ქუჩის დასაწყისიდანვე, თუ არ ვცდები, იქიდან იწყება თუ საშილებო ვცდები, კოსტავას ქუჩის ბოლოში თუ დასაწყისში არსებული დიდ მოედანთან პირველი კორპუსია. თუ არ მეშლება, სწორედ ეს იგულისხმება არაჩვეულებრივი არქიტექტურაა და რატომაც არა, რომელიმე მათ მიერ მოტყუებული ინვესტორი, მოტყუებული დაკერილი თუ გნებავთ ასე ვიტყვი ბჭყალებს ჩავსვა სიტყვას, მოთაფლული სხვადასხვა რაღაც სხვა საკითხებში გარიგებაში შესული მათთანვე ინვესტორი რატომაც არა ამ უზარმაზარ შენობაში რამე არაჩვეულებრივ სასტუმროს გააკეთებს, მართლა არაჩვეულებრივს მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ცოდნისკენ რომ ყოფილიყო და სათანადო ცოდნისკენ რომ ყოფილიყო არ იყოს მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტი, რასაკვირველია იქნებოდა უმჯობესი. არ გეგონოთ რომ ბიზინა ივანიშვილი ახლა კი ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არას დიდებით არ გავყიდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებსო, არ გეგონოთ რომ გამოხდება ხანი და ამ საკითხს არ მიუბრუნდება ბიზინა ივანიშვილი. პირდაპირ მნიშვნელობით არის რეციდივისტი. პირდაპირ მნიშვნელობით რეციდივისტი, ანუ იმეორებს დანაშაულებს და ის მაგალითები, რომლებიც ჩამოგისახელეთ, ამის თვალსაჩინოებებია, კვლავ ვიმეორებ. რუსული კანონი არ უნდა მიეღოთ გამჭვირვალობის თაობაზე, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის თაობაზე. წელიწადსა და ერთ თვეში, ანუ 13 თვეში დაუბრუნდნენ და ძახილის ნიშნიანი წინადადებები ჩაწერეს კანონ პროექტში და პრაქტიკულად ძალით გაიტანეს. ეს არის ერთი მაგალითი, ასე ამბობდნენ იცით, საქართველოს არც არასოდეს არ გადაუხვევს გადაცვალა ევროატლანტიკურ გზას და იცით თქვენ რომ სახელმწიფოს გამოჭრეს ხელი 24 წლის 28 ნოემბრიდან და მანამდელი პერიოდიდანაც საქართველოს რასაკვირველია ყოველდღიურად მეთქი ასე ვიტყვი უკან და უკან იხევდა, უკან მიდიოდა და საქართველოს ევროატლანტიკური გზა პრაქტიკულად ყოველდღიურად ფერმკრთალდებოდა და ფერმკრთალდებოდა. არა და საქართველოს საზოგადოების, აი ვინც მიადენა თვალყური ირაკლი გობახიძის ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის და დაგოიმდა, აღფრთოვანდა და თქვა რომ აი უკან დავახევინეთ. სხვა კუთხითაც განვიხილოთ ეს უკანასკნელი წინადადება. უკან დახევად ვერ ჩაითვლება, ვერ მიიჩნევა ერთი მიმართულებით უკან დახევა, ასე რომ იყოს ბანდა ხელისუფლება, ბანდა რეციდივისტ და ბანდა ხელისუფლების. ტაქტიკური თვალსაზრისით აკითხაით, რომ შესაძლოა ეს არის მართლა უკან დახევა, ოღონდ ტაქტიკური თვალსაზრისით და ისინი მიუბრუნდებიან ამ საკითხს. მაგრამ მეორე და ასევე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განათლების რეფორმად წოდებული მკვლელობა არ შედგებოდა მხოლოდ უნივერსიტეტების, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით, რეალურად სასკოლო განათლებაშიც, უმაღლეს განათლებაშიც
და ასე შემდეგ, საერთოდ ამ განათლების რეფორმად, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხითაც და სხვა მიმართებითაც, სხვა მიმართულებებითაც, ესენი მრავალმხრივად, მრავალ ტყვიას ახლიან საქართველოს განათლების სისტემას, შესაძლოა არა დამაკმაყოფილებელს, მაგრამ აქ იგით ხარით წინა თუ წინა ბლოკში აღმავალი დინამიკით მავალს. ახლა აღმავალი დინამიკით მოძრავს. ახლა როგორი მდგომარეობა იქნება? გარკვეული პერიოდის შემდეგ 2-3 წელიწადში ეს ხომ აბსოლუტური სტაგნაციის სრული ჭაობი იქნება და თუ ესენი განახორციელებენ ამ ეგრეთ წოდებულ მათეული გააზრებით რეფორმას, მერე წამოვა დინამიკა ქმებოთ. ანუ ახლანდელი საკრიტიკო განათლების სწავლის, ცოდნის გადაცემის სისტემა, ცოდნის გადაცემის ხარისხი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, საკრიტიკო თუნდაც იქნება ჩამომავალი, დაღმავალი. დინამიკა იქნება უფსკრულისაკენ და არა ზენიტისაკენ, თუ ასე უნდა ახსნა. ამიტომ თვითკმაყოფილება როგორც ასეთი, დავახევინეთ ჩვენ უკან საქართველოს de facto ხელისუფლებასო, ეს ალბათ მაინც არ უნდა გვქონდეს ამ უკან დახევის გამო. კვლავ ვიმეორებ მით უფროების გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა განვჭვრიტოთ, რომ ესენი დაუბრუნდებიან ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ესენი სასკოლო განათლებას კლავენ, მათ შორის იმის გამო, რომ 11 კლასი იქნება, ესენი ტოვებენ თუ შემოვაქვთ ეს რაღაც ერთი უნივერსიტეტი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რატომ, რომელ კოლევაზია დაფუძნებული. სხვა შორის ამ კუთხით იმასაც ვიტყვი, რომ ეს სწრაფად, ან შედარებით სწრაფად, რომ დაიხიეს უკან ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე, ესეც დამატებით იმადასტურებელია, არა იმისა, რომ კომპრომისზე წავიდნენ, არა იმისა, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს აკადემიური სექტორისაკენ, უნივერსიტეტებისაკენ, არამედ დამადასტურებელია იმისა, რომ არაფერი გათვლილი არ ქონდათ გარდა ერთისა, უნდა გაიყიდოს სულ მინიმუმ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც აღწევენ კიდეც როგორც დაგვიანონს ეს. და კიდევ ეს ნაწილი უნდა გავიგოთ, რომ არა მარტო სასკოლო განათლება, არამედ უმაღლესი განათლება კვლევების ნაწილში და აკადემიური ცოდნის ან ცოდნის გადაცემის ნაწილში არის კატასტროფული, მათ შორის ხსენებული ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კუთხით. ასევე ესენი აპირებენ პროფესორ-მასწავლებლების სერიოზულ შემცირებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესენი აპირებენ, რომ დაარტყან კერძო და სახელმწიფო სხვა და კერძო უნივერსიტეტებს. ეს რომ ვიცოდეთ, მაინც თავარი ერთ-ერთი სამიზნე, ჩემი ღრმა რწმენით ეს იქნება არის ილიას უნივერსიტეტი, რომელიც აშკარად მოწყვეტილია მისი აკადემიური ცოდნის გადაცემის და აშკარად მოწყვეტილია თავისუფლების იდეალების, თავისუფლების ღირებულებების გადაცემის, ცოდნად გადაცემის კუთხით ბევრი, სწორედაც რომ სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და ვინც ის ბევრი კერძო, ვინც კი ნამდვილად ბევრი კერძო უნივერსიტეტისაგან. ესენი აპირებენ ყველაფერი იყოს ერთი ან ცოტა თუ გნებავთ, ერთი ბენზო გასამართი სადგური, ერთი მაღაზიათა ქსელი, ერთი ბანკი, სახელმწიფო ბანკის შექმნას გვიანონსებენ, სხვათა შორის ეგრა მაგის პასუხია და ასე შემდეგ. იყოს არა არჩევანი, არამედ იყოს ეს არჩევანმა დაღუპა, ეს თეორია ხო არსებობს, არჩევანმა დაღუპა სამყარო. ბიზინა ივანიშვილის მიიჩნევს, რომ მრავალ ფეროვნებამ გვაქვს უთავლავი ფერითა დაღუპა სამყარო, რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა, ხო? დაღუპული არის ის მან რუსთაველი ცხადია. დაღუპულია სამყარო და კერძოდ საქართველო, იმიტომ რომ მოქალაქეს აქვს ბევრის არჩევანის შესაძლებლობა თუ ბევრ სფეროში ბევრის არჩევანის შესაძლებლობა თუ უფლება, ალბათ უფრო სწორია შესაძლებლობა ეს სიტყვა, რომ მოვიშველიოთ ერთფეროვანები, ჭაობის ფერები არიან ესენი თავად არა რომელიმე ერთი მათგანი, არამედ ყველა მათგანი პრაქტიკულად. აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ ვიცოდეთ, მაინც არ არის საზეიმო ის, რასაც რადათმობაზეც წამოვიდა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ საქართველოს de facto ხელისუფლება, უნდა ვიცოდეთ, რომ რას ეძახიან ბიზნეს ანაკონდას, ხო თუ არ ვცდები თუ პითონს, ხო მოკლედ რაღაცა ერთ-ერთ მათგანს, ხო, არც ერთ შემთხვევაში არ ეძახიან შხამიან გველს, ხო, აი კობრას ასე, გიურზას ასე, მაგალითად ეძახიან აი მახრჩობელა გველს, ხო? მახრჩობელა გველი ბიზინა ივანიშვილი როგორც ჩანს ემზადება კიდევ უფრო სერიოზული ნახტომისათვის.
სერიოზულად ჩვენი მოხრჩობისათვის და ამისთვის უნდა მოვემზადოთ რასაკვირველია და უნდა ვიცოდეთ რომ გაივლის კიდევ გარკვეული ხანი და ესენი დაუბრუნდებიან თბილისის სახელმწიფო არა მარტო ამ უნივერსიტეტების გაერთიანების, არამედ ამ უნივერსიტეტების გაუქმების საკითხსაც. ხო, კუბახიძეებს ხოშვილი ძალიან საინტერესო თქვა, მართლა საინტერესო იდენტობის ნაწილია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიო და თუ იდენტობის ნაწილია, მაშინ რატომ სჩადიოდით ამას, რასაც სჩადიოდით, რასაც უპირებდით, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. არანაირი განათლების რეფორმა მათ თავში არ აქვთ რეალურად პირიქით, მათ უნდათ რომ განათლება, როგორიც არის ის აღბავალი დინამიკით მავალი, გითხარით ის მოსპონ საქართველოში და ამითაც გაინაღდონ, გაიხანგრძლივონ, ეგრა მაგის პასუხი, ათეული წლებით მეთქი, გავბედავ და ვიტყვი ასე, საკუთარი ყოფნა ძალაუფლებაში, რაც ჩემი მოსაზრებით, თქვენი ძალისხმევით არ გამოუვათ თუ ამ ყველაფერს კარგად გავშიფრავთ, წავიკითხავთ და ამ ყველაფერს ანუ ბიზინა ივანიშვილიზმს, როგორც ასეთს და ვუპირისპირდებით. ნახვამდის.